მოგესალმებით. მოგესალმებით. 4 მარტია, 13 საათი საქართველოში. ამორჯობა. გიორგი წუბაია და ნიკო ცალნიკა უძღვებით. დიდ შესვენებას ვნახოთ ანონსი და დაგიბრუნებით ეთერში. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარ შვილებზე, არამედ სხვის შვილებზეც. გადაცემაში სტუმრად საბავშვო ბაღის მფლობელი თაკო მასალკინი. პოეზია და ქალი. სტუმრად პოეტი ბელა ქებურია. საყვარელის საქმე ქალი ჯარში. სტუმრად პოეტი ნანო შაინიძე. სილომაზის სტანდარტები, როგორ ვუთხრათ თავს უარი, თემაზე ვსლად ისაუბრებს დავით ქათამაძე. როგორც გუშინ და გუშინ წინ დავანონსეთ და შეგვპირდით, მთელი კვირის განმავლობაში ქალბატონებზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს კვირა ითმობა განსაკუთრებით ქალბატონებს. ბუნებრივია ამის მიზეზი არის ის, რომ 3 მარტი, 8 მარტი, 2 სასიამოვნო დღესასწაული გვაქვს ამ კვირაში. ცოტაა ხო, ყოველთვის უნდა ითმობოთ. მთელი კვირა ცოტა. ესე იგი, შევეცდებით დღესაც სხვადასხვა პერსპექტივიდან ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ქალბატონი, იმ შრომაზე, იმ სიყვარულზე, რასაც ქალბატონი თავის საქმეში და შვილების აღზრდაში აფუძნებს. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, ადამიანი, რომლის ცხოვრება გაჯერებულია ბავშვების სიცილით, მათი პასუხისმგებლობებით და ცნობის მოყვარეობით. საბავშვო ბაღებზე ვისაუბრებთ. საბავშვო ბაღი ეს არის სივრცე, სადაც ბავშვი პირველ ნაბიჯებს დგამს ცოდნის, მეგობრობის, სამყაროს აღქმის სამყაროში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გარემო და ეს სივრცე იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი და ჯანმრთელი და ბუნებრივია ამ გარემოს სიჯანსაღეზე პასუხს აგებენ ის პედაგოგები, რომლებიც მუშაობენ იქ. რა გამოწვევების წინაშე დგას ბაღის პედაგოგი? ის არის პასუხისმგებელი უამრავ ბავშვზე, მით უმეტეს მაშინ, როცა სახლში წყავს მას ბავშვები და შვილები, როგორ უნდა გადაანაწილო ეს სიყვარული და მზრუნველობა. თემაზე ვცვლად ისაუბრებს ჩვენი სტუმარი თაკო მასალკინი, საბავშვო ბაღის მფლობელი და მასწავლებელი. მოგესალმებით, თაკო. ამორჯობა, თაკო. არაჩვეულებრივი სტუმარი გვყავს დღეს. გვახარებს. გილოცავთ ყველა დღესასწაულს, ესე იგი, დედათა დღეს, მომავალ მივიღებ. ალთა დღეს და ასე შემდეგ. ხო, აი მასწავლებელი ზოგჯერ უშუალოდ, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი ყველა ვიცით ხო, ეს ძალიან ცნობილი ფრაზა, რომელიც ყველა დროში რელევანტურია, იმიტომ რომ პედაგოგი ყოველთვის გრძნობს ამ პასუხისმგებლობას ბავშვის მიმართ, მით უმეტეს საბავშვო ბაღზე ვსაუბრობ, საკმაოდ მოწყვლად ასაკზე და სენსიტიურ ასაკზე, ხო? და ნებისმიერი თემა, რომელსაც ფსიქოლოგებთან განვიხილავთ, ხოლმე დაკავშირებულია ბავშვობასთან და იმ პატერნებთან, რომელიც ბავშვობაში ყალიბდება, ხო? და თქვენ იღებთ ამ პასუხისმგებლობას. მოგვიყევით, როგორი უნდა იყოს გარემო საბავშვო ბაღში, როგორია თანამედროვე გაიდლაინი და თქვენი მეთოდები როგორც პედაგოგის. კი ბატონო, ძალიან მომწონს ამაზე საუბრობთ, რომ ვარ მოსული, იმიტომ რომ სულ მგონია, რომ არასოდეს არ არის საკმარისი, ვთქვათ, რისი გაუმჯობესება შეიძლება ამ მიმართულებით. მე ხარ დავიწყებ, რომ ბევრი რაღაცეების სხვისი პასუხისმგებლობებიც არის აქ გასათვალისწინებელი, უშუალოდ რაც ეხება ბაღს, ამ შემთხვევაში კერძო ბაღს და მე მის წარმომადგენელს, ჩვენზე რაც არის დამოკიდებული და თანამედროვე გაიდლაინების, ასე ვთქვათ, გაჯერებით, უნდა იყოს მიმსგავსებული სახლის გარემოსთან. აი მასწავლებელი კიდევ სხვა როლია ბავშვის ცხოვრებაში, რაც უკვე სკოლიდან შემოდის. ბაღში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვასწავლით გაკვეთილებსაც ვუტარებთ არაფორმალურს, მიუხედავად ამისა, ბაღში ბევრად უფრო სხვა გამოწვევების წინაშე ვდგებით ბავშვები. აი მასწავლებელს ხო, კონკრეტულად აი მაგალითად წლის და 6 თვის ბავშვი რომ მოდის, იქ არც მშობელს და არც ბავშვს ჯერ სწავლისთვის არ მოჰყავთ. იქ მოყავთ რომ ჩამოუყალიბდეს სხვადასხვა უნარი, თავი იგრძნოს კომფორტულად, ლაღად, არ შეიძინოს რაღაცა მავნეჩვევები, კარგად
ჭამოს, კარგად იძინოს. ანუ აქ როგორც მასწავლებელი, პრინციპში არ ჭირდები ბავშვს, აქ ჭირდები მზრუნველი ადამიანი, რომელიც აღმზრდელი, რომელიც ყველა მის, ასე ვთქვათ, მოთხოვნას ფეხდაფეხ მიყვები, იმიტომ რომ შემდეგაც როცა იზრდებიან 2 წლის, 3 წლის, ჩვენ ფსიქოლოგებთან ჭიროთ თანამშრომლობთ და 6 წლის შემდეგ, 5 წლის შემდეგ უჩნდება ბავშვს სწავლის წყურვილი, ასე ვთქვათ. იქამდე ბუნებრივია შეგვიძლია გვასწავლოთ და აუცილებლად აითვისებენ და ძალიან კარგია თუ მცირე ასაკიდან დავიწყებთ მათთან ხო მუშაობას და სხვადასხვა რაღაცების სწავლებას, თუმცა იქამდე ბავშვს რადგან ამის მოთხოვნილება არ აქვს, ეს არ წყურია, იქამდე ბევრად უფრო სხვა რაღაცებზე გვაქვს ხოლმე ჩვენ ყურადღება გამახვილებული. ესე იგი, არ ვტვირთავთ ბავშვს ზედმეტი ცოდნა განათლებით, რომელიც ისეც მოუწევს მთელი ცხოვრების განმავლობაში და რა არის ეს ფუნდამენტური, არის თამაშით შექცევა და პლუს აღზრდა. კი ბატონო, ერთხელ ერთ-ერთმა ჩემმა ძალიან კარგმა უფროსმა, როცა ადრე სხვა ბაღში მუშაობდი მე როგორც მასწავლებელი, მითხრა, რომ ეხა შენ რო ჯგუფში შეხვალ, შენ არავინ არ ახარ. და რაღაცა ცოტა ის ანუ არავინ არა ვარ, რომ მასწავლებელი მგონია თავი და შევდივარ, როგორ უნდა ვასწავლო ამ პატარა ონავრებს, ეხა ჭკუა, რაღაცების გაკეთება. არავინ არ ახარ, არც მასწავლებელი, არც მენტორი, ბავშვებმა ვერ უნდა მიხვდნენ, რომ შევიდა უფროსი, რომელმაც მათზე მეტი იცის, მათზე უკეთესაც შეუძლია რაღაცას მიწვდეს. ანუ ბავშვმა რო კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი, უნდა მიგიღოს გულწრფელი. ანუ ისეთი როგორიც ხარ. ხშირად ადრე მეც ვუშვებდი შეცდომებს და ბევრი ადამიანისგან განსაკუთრებით ახალი მოსულები ბაღში, როცა ცდილობენ აი პროფესიის აწყობას, ბავშვებთან ენის მოჩლექვას. ჩვევია ხოლმე. აი რაღაცნაირად ბავშვის დაკნინებას, რომ შენ არ შეგიძლია, მოდი ჩამოგიღებ. რო გაიზრდები, მე მიხვდები ეს მიხვდები, ხო. არ არის ეგ ბავშვებთან გამართლებული მეთოდი, იმიტომ რომ ბავშვებმა უნდა დაინახოს, რომ რაღაცები შენც არ გამოგდის, რაღაცებზე შენც ყოყმანობ, რაღაცები შენც არ იცი, რომ შენც ცეკვავ, რომ შენც იცინი, შენც გიხარია, შენ შეგიძლია იატაკზე და აი, არ ვიცი, გულწრფელობას და უშუალობას ბავშვები ატარაობი, აი წლის ასაკიდან უკვე ძალიან კარგად ხსნობენ. აი სკოლაში, მე სკოლაშიც მიმუშავია როგორც მასწავლებელი. იქაც რა თქმა უნდა ვცდილობდი ჩემ პერსონიდან გამომდინარე, რომ გულწრფელი ყოფილიყავი ბავშვებთან, მაგრამ იქ შეგიძლია რაღაცებზე დისტანცია და ბავშვებთან ემოციურად არ გაიხსნა, გაკვეთილი ახსნა, ხო, როცა მაგალითად დამრიგებელი ახლა გაკვეთილი ახსნა, გამოიკითხო, ყველაზე იზრუნურო, ყველა ჩართულიყო და წამოხვიდე. თაკო, შენ 2 შვილი ყავს ამავდროულად. მესამეს ველოდები. მესამეს ველოდები, შესანიშნავია რა მაგარი ამბავი გავიგეთ ეთერში. მოდი გითხარი თქვა ეს მენტორის ამპლუა, მშობლის ამპლუა უნდა გავდეს ერთმანეთს, ეხლა შენ თქვი რომ შევდივარ ჯგუფში, არავინ არა ვარ, რომ მათ დონეზე საუბრობ, სახშიც ესე უნდა მოიქცეს მშობელი, თქვენ როგორია? იდეალურ შემთხვევაში კი, თუმცა ეს არ არის ხა უნივერსალური, ყველა ბავშვთან ბუნებრივია, როგორც ბავშვი არის, რამდენადაც ბავშვები არიან ინდივიდუალურები, იმდენად უნდა მივუდგეთ ჩვენც ინდივიდუალურად, თუმცა ზოგადი მაინც ალბათ ესეთი პატერნი იმისა, რომ ბავშვებს უყვართ გულწრფელი, უშუალო ადამიანები და მათთან უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს და უფრო მარტივია მათი წყალებში ვთქვათ, მართვაც, დაყოლიებაც, ასე ვთქვათ, თუნდაც მოწოდება იმისკენ, რომ რაღაცა აქტივობაში ჩაერთოს. ახლა ბავშვს უთხრა, რომ მოდი ხატე, ან ხატვა ძალიან კარგი, ამაზე რაღაც დისერტაციებიც რო უკითხო, ბავშვისთვის ეს სახის მომცემი არა. როცა ხედავს, რომ შენ ხატავ და შენ ამისგან სიამოვნებას იღებ, ეს უფრო ნათელი და თვალსაჩინო მაგალითია. აი, უფროსებთანაც გავალოთ პარალელი. ხშირად ვკითხულობთ, როცა ფსიქოლოგები საუბრობენ და რჩევებს გვაძლევენ, როგორ ხადოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი უმჯობეს, შინაგან ბავშვს გაუფრთხილდით, ასტრაბის გვეუბნებიან და ყოველს თავისებურად ესმის მაინც. ახლა რადგან კონკრეტულად აი ბავშვების მიმართ მიდგომაზე ვსაუბრობთ, გვანან ხომ ძალიან ჩვენ ზრდასრულებს. ჩვენც არ მოგწონს, როცა ძალას გვატანენ და მიგვითითებენ. ძალიან და ხშირად დამიჭერია ჩემი თავი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ რაღაც ცხოვრებაში უამრავი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, ბაღში რომ მივდივარ, ისე ვიცინი და ვერთობი და იმდენად კარგ განწყობაზე ვდგები, რომ ვფიქრობ, რომ ნუ თუ ასეთ გულუბრყვილოა, რომ ეს პრობლემები ხა მე აქ დამავიწყდა, ანუ
უამრავი პრობლემა. აი ბავშვებთან, შინაგანი ბავშვი რას ნიშნავს, ხო? ბავშვობაში როცა ვიბადებით, არ გვაქვს რაღაცა ისეთი თანდაყოლილი პრობლემები, რასაც ყოველდღიურობა იწვევს, რასაც ვიღაცის ოჯახის წევრების ჯანმრთელობა იწვევს, რაღაც ფინანსური პრობლემები იწვევს, ხო? გვიყვარს ცეკვა, სიცილი, ჭამა, ინტერესი ყველაფრის მიმართ და აი, როცა უფროსები ვიზრდებით, აი რაღაცეებზე თვალის დახუჭვა გვიხდება სამწუხაროდ. აი, თაკო, თანამედროვე გაიდლაინებზე ვსაუბრობთ, ჩემი და არის ბანკის აღმზრდელი და მე მახსოვს წელს ჰქონდა ესეთი პერიოდი, როდესაც ეს თქო რუტინულად ეჯდა როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკული ჰქონდა რაღაც გარკვეული გამოცდები და ინდივიდუალიზმი ახსენეთ თქვენ და ნებისმიერ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა. აი, როგორი არის ეს თანამედროვე გაიდლაინები, იმიტომ რომ მე სოფოს რომ უსმენდი, მივხვდი რომ ეს იმხელა პასუხისმგებლობა არის, იმხელა სიფრთხილე სჭირდება თითოეულ ბავშვთან, როგორც ქცევას, ასევე თითოეულ სიტყვას, თვითონ ბავშვების ურთიერთობას ერთმანეთში იქ კონკრეტულად განსაზღვრო მე. ასე შემდეგ, აი როგორია თანამედროვე გაიდლაინი, რა შეიცვალა, იმიტომ რომ წელს იყო რაღაცა ის განსაკუთრებული ცვლილება მე როგორც ვიცი. და სავარაუდოდ საერთოდ სხვა რელსზე დადგა უკვე ბაღის აღმრდელობითი ნაწილი. კი ბატონო, ნებისმიერ სასწავლო პროცესთან ახლავს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ბავშვის შეფასება. ნუ მე ვსაუბრობ აქ ტიპური ბავშვებზე, იმიტომ რომ როცა არატიპური შემთხვევა, მაშინ განსაკუთრებული სპეციფიკაა ხოლმე საჭირო, რომ ბავშვთან ურთიერთობის დროსაც და ამ დროს ჩვენ უკვე მუშაობთ მჭიდროდ ფსიქოლოგებთან ერთად, პირად თერაპევტთან ერთად და ვსახავთ გეგმას რა მიმართულებით უნდა ვითანამშრომლოთ ბავშვთან. როცა ტიპურ განვითარების ბავშვია საუბარი, ძალიან ბევრი ინდიკატორია იმისა, რომ თუნდაც აი ამ ყველაფრის არ ცოდნის მიღმა, ძალიან ბევრი ინდიკატორია იმისა, რომ გაიგო ბავშვი სწორად ვითარდება თუ არა. და ჩვენ ხშირად სამწუხაროდ და საუბედურად მშობლებისთვის მიგვიმართავს, როცა მშობელი ან ვერ ხვდება, ან საკმარისი გამოცდილება არ აქვს იმისთვის, რომ მიხვდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გიდა თვალსაჩინოა, როცა ინდივიდუალურად, როცა ბავშვებს ჯგუფში, როცა გამოარჩევ ერთ ბავშვს და რაღაცა მასზე დაკვირვებას ახორციელებ, ძალიან კარგი საშუალებაა ხოლმე, რომ რაღაცეები წინა პლანზე წამოვიდეს და ამაზე მსჯელობის საშუალება. თუმცა ეს გამორჩევა ჯგუფიდან და დაკვირვება მხოლოდ ერთ ბავშვზე, როგორც მე ვიცი, თანამედროვე ეს გაიდლაინით არასწორია და ეს არ ნიშნავს, რომ პერსონალურად ბავშვის აყვანას, გამოყვანას და დაკვირვებას ლუპით. მე ვამბობ, როცა შეფასების ნაწილსაც შეიცვალა, ხო გარკვეულწილად ეს ნაწილიც, ეს მკაცრად რაღაცა შეფასება მე მგონი დღეს აღარ არის რელევანტური. და აი რაღაცნაირი კომბინაცია ეგეც ცოტათი სადავო საკითხი არ არის, იმიტომ რომ ეს გასაგებია რომ ბავშვები რაღაცა ქულებით არ უნდა განსაჯოთ და თავიდანვე არ უნდა ჩაუნერგოთ ეს რაღაც შინაგანი კონკურენცია და თვით შეფასება არ განუსაზღვროთ 10-იანი მიიღო, 5-იანი თუ არ ვიცი, საჩუქარი მიიღო თუ არ მიიღო, მაგრამ ამასთან მაინც მგონია რომ თუ კი ბავშვს აქვს განსაკუთრებული უნარები, რაღაცა ნიჭი დააბერტყა ღმერთმა, არც ამის მიჩქმალვა და არც ამ მოჩენა არის სწორი თქო ვფიქრობ არ ვიცი სადავოა როგორც წესი მასწავლებელი და ვერც ბაღის მეპატრონე ხარ ან ფლობელი ვერ დასვავს დიაგნოზს და ვერ იტყვის უტყუარ ესე ვთქვათ პრობლემას ნამდვილად არის თუ არა თუმცა ნებისმიერი მასწავლებელი ნებისმიერი ბაღში მომუშავე ადამიანი რადგან ბევრ ბავშვთან აქვს ხოლმე შეხება და თვალსაჩინო აი რასაც წეგან ვახსენებდი თვალსაჩინო ხდება ხოლმე რაღაც განსხვავებები ბავშვებს შორის მაგალითად მოტორულ უნარზე რო ვისაუბროთ, აი წვრილი მოტორიკა ხო, რაც 3-4 წლის ბავშვებში აქტიურად მუშაობთ ხოლმე ამაზე. თუ კი ვხედავთ, რომ ბავშვს საერთოდ არ შეუძლია მაგალითად მაკრატლის ჭერა, ფანქრის ჭერა და სხვა ყველაფერი იდეალურად ვითარდება ბავშვი. ბუნებრივად ჩვენ ვცდილობთ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ადრე ეს შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გადაგვემისამართებინა ბავშვი მაგალითად ფსიქოლოგთან და რაღაც დასკვნა მოგვეთხოვ ამაზე, რომ ეს ნამდვილად შეეფასება ტიპურ განვითარების ტემპს. თუმცა ეხლა ეს საგანგაშო, ანუ ეს მკაცრი ზღვარი იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ძალიან ინდივიდუალურებია ბავშვები მოიშალა, მაგრამ თუმცა გაიდლაინი ითვალისწინებს ყოველდღიურად დღის განმავლობაში მის როგორც ყოველ სიტყვას, ასევე ყოველ ქცევის აღწერას. რეფლექსიების, კი, რეფლექსიებს თვეში ერთხელაც საკმარისია, როცა ყოველდღიურად მუშაობ ბავშვებთან ერთი და იგივე მასწავლებელი და კვირაში ერთხელ არა, თვეში ერთხელაც საკმარისია რეფლექსია. ჩვენ ბავშვს ასევე აქვს ესე ვთქვათ, მიდგომა, რომ თვეში ერთხელ მშობელთანაც კონდეს აუცილებლად უკავშირი, აი რეპორტის სახით, აწერილობით ან ინდივიდუალურად, რომ აი ბავშვზე დაკვირვების პროცესში. ეს თანამშრომლობის ნაწილი
ნაწილიც აბსოლუტურად შეიცვალა, ხო, როგორც ბაღსა და მშობელს შორის აკამპერეც იყო. კერძო ბაღებს ამის არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, როგორ ვითანამშრომლებთ მშობლებთან. ჩვენი თვითშევ. აი მოდით ამ თქვენს სწავლების მეთოდებზე ვისაუბროთ. ხო, მოდით თქვენეული ხედვა გაგვაცანეთ, თან გითხეთ რა განსხვავებაა სახელმწიფო ბაღებსა და კერძო ბაღებს შორის. თან მე მსმენია ხა არსებობს ფინური განათლების მოდელი, რაღაც სტანდარტები, არსებობს ერთიანი ეროვნული განათლების, რომელსაც ყველა ვიყვებით, თუმცა ცხადია ჩვენი ხელწერა გვაქვს ხოლმე. მოდით თქვენ შემთხვევაში თქვენს მეთოდებზე გვესაუბროთ. კი ბატონო, გეტყვით, ჩვენ როგორც კერძო ბაღი და განსხვავდებით ალბათ სხვა ყველა ბაღიდან იმით, რომ ჩვენი მეთოდი, ესე ვთქვათ, არც მხოლოდ მონტესორი, არც ფინური მოდელი, არც კლასიკური რაღაც ქართული საჯარო ბაღებისგან გადმოკალკული, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვებთან ურთიერთობის დროს და მშობლებთან ყოველთვის, როცა ბავშვს ვიღებთ, ვუნებთ ამას, რომ მთავარი არის, მიუხედავად იმისა, რომ კერძო ვართ და ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გყავდეს 500, 1000, არ ვიბრძვით და არ ვისწრაფით იმისკენ, რომ ძალიან მრავალრიცხოვანი გავხდეთ, იმიტომ რომ ხარისხი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვებთან ურთიერთობა. ჩვენ უნდა მე როგორც მასწავლებელი ჩემთვის კომფორტულია 20 ბავშვთან მუშაობა. აი 40 ბავშვთან მუშაობა ჩემთვის აღარ არის კომფორტული, ვიცი რომ რაღაცა გამომეპარება, ვიცი რომ ვიღაცა ყურადღების მიყრდალჩება და ამიტომ ჩვენ ბაღმა არის ასეთი პრინციპი, რომ არ იქნება არც ერთ ჯგუფში 20 ბავშვზე მეტი, პატარებში კიდევ უფრო ნაკლები 12 ბავშვი. ყველა კერძო ბაღი ამას თავისით ინდივიდუალურად ადგენს, რამდენი ბავშვის დასმა უღირს ერთ ჯგუფში და რამდენი არ უღირს. როგორც ვიცი, საჯარო ბაღებში სამწუხაროდ ეს არ არის ეგრე და მასწავლებელი და ბაღის გამგე ვერ გადაწყვეტს ჯგუფში რამდენი ბავშვი ყოლება და ეს რეგლამენტი, რასაც სახელმწიფო ქმნის, ეს ალბათ ყველასთვის ერთნაირი არის, მაგრამ განსხვავება ბუნებრივია, იმიტომ არ აქვს უფლება ვინმეს ვარი უთხრან და არის ძალიან მრავალრიცხოვანი. ჩვენთან ბაღში მთავარია ყოველთვის ვეუბნებით მშობელს ერთი კვირა, ან 10 დღე, ან იმდენი ხანი, რამდენიც ბავშვის, ესე ვთქვათ, უკეთეს დინამიკას და პროგრესს არ ვნახავთ იმაში, ადაპტაციის პროცესში, იქამდე მშობელთან არც ხელშეკრულებას ვდებთ, არც გარანტიას ვაძლევთ, რომ აუცილებლად დავიტოვებთ ბავშვი, იმიტომ რომ ისევე როგორც მშობელს აინტერესებს ბავშვი როგორ მოგოჩვევა, ჩვენც ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ პროცესს, იმიტომ რომ ნაკლები სტრესის ფონზე გვირჩევნია უცხო სამსახურში, უცხო გარემოში, უფროსებს გვიჭერს ხოლმე და მით უმეტეს უჭერთ ბავშვებს. ამდენი უცხო ადამიანი, ამდენი უცხო ხმა, უცხო გარემო, ბავშვები, რომლებიც ვისგანაც საფრთხეს გრძნობს, რომ ვიღაც რაღაცას წაართმევს, ვიღაც რაღაცას ეტყვის, რაც მის ინტერესში არ შედის, ბუნებრივია ამ ყველაფერს ახლავს სტრესი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველთვის ეს იყოს მცირე ვიზიტი ბაღში პირველი ერთი თვის და ერთი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით 1 საათი, შემდეგ ვსვით ნელ-ნელა დიაპაზონს და როცა უკვე ბავშვი თავისით ითხოვს და ვგრძნობთ, რომ ლაღათაა ჩვენ დაგვიმახსოვრა ჩვენთან თამაშის სიამოვნებს, მერე უკვე ვთქვათ, მშობელთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას იმის თაობაზე, რომ ბავშვი ჩვენთან ბაღში ეწერა. ისე არ მიყვარდა ბაღში სიარული, ძალიან ცუდად მეკცეოდნენ გაზიარებული ბავშვს მაყურებლისთვის. არაერთხელ და არ მინდა ყოველ ჯერზე მოყოლა, მაგრამ მართლა გადარჩენილი ვარ, რომ იმ ტრავმამ ისეთი გავლენა არ იქონია, როგორც შეეძლო ქონოდა. ჩემს ნივთებს მართმევდნენ, სხვა ბავშვებს აძლევდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ეს ყველასია, მაშინ როცა იყო ჩემი, ანუ რაღაცა ჩემს საკუთრებას მართმევდნენ. მასწავლებელი დირექტორი იყო, დესპოტი იყო, ავტორიტეტი. კიდე რაღაცა კერძო სტუდიაში დავდიოდი, სადაც გვაშინებდნენ და გვეუბნებოდნენ, არასწორად თუ მოვიქცეოდით, ის კი არა, რომ აიხსნათ ეს ჩვენთვის, რომ არასწორი საქციელი, როგორც ცუდია, რაღაც სხვა გაგებით აქვს კულტურულად, ეთიკურად ამის ჯობესია უკეთესად მოქცევა. დედას რაღაც დაემართებაო, გვეუბნებოდნენ.ანი გადარჩენილი ხარ, შეგვიძლია. მე ბაღში ვიარე ერთი კვირა და ეს მარტო ჩემი სტრესი ოჯახის წევრებს ავკიდე ისეთი სტრესი, რომ მამა ჩემი იმ ქუჩაზე რომ დადის, ეხა ჩემი ტირილის ხმა მესმის ამბობს, მაძალებდნენ ჭამას და დღემდე მეზიზღება ის რაღაცები, რასაც არ ვჭამდი და მახსოვს იმდენი ვიტირე, რომ აი ძალიან ცოტა რამ მახსოვს თან ბავშვობიდან და ყველაფერს მახსენებ. აი ეს მახსოვს, რომ მასწავლებელმა მითხრა, რომ ბევრს თუ ვიტირებ დედა და მამამ რომ მოგიკვდება, ცრემლები აღარ გექნება. ვაი, ერთი და იმავე. ალბათ ამაზე ამის შემდეგ გადავწყვეტე, რომ მქონდეს კარგი ბაღი. აი ეს კარგი ბაღის მთავარი პრინციპი ხომ იდეაში აღმზრდელის კომპეტენციაზე დგას. საინტერესო არის დღეს რა უნარ ჩვენებს უნდა ფლობდეს, რა განათლება
უნდა ჰქონდეს აღმზრდელს და ფაქტია რომ შეიცვალა ეს მიდგომები, თუმცა რის ხარჯზე არის საინტერესო. გეტყვით მე რას ვაქცევ როგორც ბაღის მფლობელი ჩემთან თანამშრომლების მიღებით. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა რომ პროფესიონალი იყოს, განათლება შესაბამისი ჰქონდეს, ყოველთვის ვეუბნები თანამშრომელს რომ ბავშვები მიყვარს, ახლა ყველას გვიყვარს ბავშვები და არც არ მეგულება ადამიანი რომელიც ამბობს აი ბავშვის სიყვარული გულისხმობს მისი ინტერესების გაზიარებას. ბაღში ძალიან აი რატომ ვამბობ რომ სხვა უნარჩვევებს მოითხოვს ბავშვის სიყვარულს მაშინ როცა ის მოსაწმენდია, დასაბანია, გამოსაცვლელია, ჭამის დროს მოთხრილია უნდა დაეხმარო. არსებობენ ადამიანები რომლებიც უბრალოდ თავსაკუთარ შვილებთანაც ვერ არიან ამ დროს კომფორტულად და ბაღში მუშაობის დროს აი ყველა სხვა დანარჩენ სტატუსთან ერთად რომ პროფესიონალი უნდა იყოს, კარგად განათლებული, კულტურული, ბავშვებთან მუშაობის ალღოს გამოცდილება, აი ფსიქიკურ ნაწილს ვამოწმებს საერთოდ ვინმე და თუ არის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ კი, აუცილებლად. მეცაც გეტყვით, სახელმწიფო, ნებისმიერ სამსახურში და მათ შორის კერძო ბაღშიც სახელმწიფო გვალვადობლებს რომ ყველა თანამშრომელს გთხოვოთ ფსიქო ეგრეთ წოდებული, მაგრამ ეს ბუნებრივია არ არის იმის გარანტი, რომ ადამიანი ბავშვებთან ურთიერთობის დროს რაღაც თავს გააკონტროლებს და ხო, არ იყოს ბულერი. ჩვენ ყველა თანამშრომელს საცდელი პერიოდით ვიღებთ, ვაკვირდებით ბავშვებს, რამდენად მიიღებენ ბავშვები, იმიტომ რომ გქონია შემთხვევა, რომ აი ბავშვებმა არ მიიღეს, აი რაღაცნაირი ქიმია არ გაჩნდა და სულ წინასწარ ვუბედუშებ ხოლმე თანამშრომელს, რომ ჩვენთან დამკვეთები არიან ბავშვები. ბავშვებს თუ არ მოეწონე, მე რაც არ უნდა მომეწონოს და ვნახო, რომ უმაღლესი დიპლომი გაქვს, რაღაცა ძალიან კარგი ხარ, კარგად მეტყველებ, კარგად ასწავლი, დიდი გამოცდილება გაქვს. თუ ბავშვებმა არ მიგიღეს, სახში თუ არ მივიდა და შენი სახელი თუ არ ახსენა, აქ მოსვლის დროს თუ არ კითხულობს, რომ მაგალითად თაკო იქ არის, ესე იგი ეს ქიმია ვერ შეცდა. და აი ეს ქიმია მაშინ ხდება, როცა გულწრფელობას უფევს. მე ვაბრალებ მხოლოდ გულწრფელობას. რაც არის სწავლება თანდაყოლილი ნიჭი არის ასე მგონი. თაკო მინდა კითხო მშობლების ჩართულობაზე, ხო? ხშირად მსმენია რომ თითქოს აი 40 ბავშვი ერთ ოთახში, რაღაც მშობლების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. მოსაცდელი ხო არ არის ხო საბავშვო ბაღი? ბავშვი მიიყვანო და შენ რაღაც შენ საქმეებს მიხედავ და 9 საათზე წასული 6 საათზე ნახო, თქვა შენი შვილი. უკურე კერძო ბაღებში შედარებით ეს პრობლემა მოხსნილია, ინტერაქცია მშობლებსა და პედაგოგებს შორის. აი მოდით ამ კულტურაზე ვისაუბროთ, უნდა დაინერგოს თუ არა სახელმწიფოშიც გავსი მიდგომები მისათვის, რომ მომავალი თაობა იყოს ჯანსაღი, აი ანი მოყვა რაღაც შემთხვევებში შენს გაიხსენე, ხო? საბოლოო ჯამში მშობლების ჩართულობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მე მაგალითად თუ მომყავს შენთან ბავშვი პირიქით ორიენტირებული ვარ იმაზე რომ რა ხდება, როგორაა მისი აქტიურობა და არა იმაზე რომ არ მოვიკითხო თქვა 6 საათამდე, ხო? ამ თემაზეც ვისაუბროთ საინტერესოა. აქ ჩვენ გვეხმარ, მაგალითად ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან გაგვიმართლა მე და ჩემს პარტნიორებს ბაღში, რომ ძალიან ადეკვატური და კარგი მშობლების შეხვდა. ძალიან კომფორტულია მათთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ვიცით ხო როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არავის არ ულხინს, რომ ზედმეტი 500 ლარი თუნდაც გადაიხადოს ბაღში და მარტო იმიტომ ატაროს ბავშვი იქ, რომ აი 9-დან 6-მდე არ მოიკითხოს. ამ მშობლებმა იციან რატომ მოიყვანეს ჩვენთან, ჩვენ ღირებულებები გაიცნეს და ბუნებრივად თანხმედრაშია მათი და ჩვენი აღზრდის მეთოდი ერთმანეთთან. ჩვენ რადგან მცირერიცხოვანი ბაღი ვართ, ჩვენ პედაგოგებს არც მე არ გვიჭირს თითოეულ მშობელთან ყოველდღიური კომუნიკაციის დამყარებას, ვისაც ეს სჭირდება. თუმცა არიან მშობლები, რომლისთვისაც საკმარისია ეს კვირაში ერთხელ მოხდეს. თუმცა ეხლა არის თაკო ესე თქვა მშობლებთან თუ მუშაობს დღეს ეს სფერო, თუნდაც განათლების სისტემა თქვენ კერძო სპეციალისტები. განათლების სისტემაშიც არის უკვე შესული ის, რომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ჩართული იყვნენ ბავშვების ცხოვრებაში, სკოლებშიც და ბაღებშიც, თუმცა ჩვენ მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ამის ვალდებულება გვაქვს და ეს ვალდებულება ძალიან ფორმალურია და შეგიძლია გვერდისავლა, ჩვენ გვაქვს მშობლების დღეები, როცა სხვადასხვა პროფესიაზე ვესაუბრებთ ბავშვებს, მშობლები მოდიან. ეგრეთვე ღია-კარის დღეზეა. ხო, ჩვენ არ გვაქვს ასევე კარჩაკეტილი პოლიტიკა თქო სულ ვამბობ. ჩვენთან ნებისმიერ მშობელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდეს. ნახოს ბავშვი როგორ არის, არ ვიცი, ნახოს რა სიტუაციაა ბაღში, იმიტომ რომ სულ
სულ ამბობ არაფერს არ ვმალავთ. არის ადამიანები, რომლებსაც მოწონს ის, რასაც ვაკეთებთ, არის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონს და მიყავთ სხვა ბაღში. არც არ ყოველთვის ამბობ რა არ გვაქვს ამბიცია რომ ვართ საუკეთესოები. ვართ ისეთები როგორებიც ვართ და ძალიან მიხარია რომ ისეთმა ადამიანებმა გვიპოვა, კერძოდ ჩვენი ბაღი ისეთმა ადამიანებმა იპოვა, რომელთანაც ეხლა ერთ ტალღაზე ხარ. თაკოიც რა მოინტერესებს, აი მოდი შევაჯამოთ საუბარი, რადგან ესეთ დედის დღეზე ვსაუბრობდით გუშინ და რაღაცა დედობა და ქალის იდენტობა არის ლაიტმოტივი აი ამ კვირის ის რომ დედა ხარ რაში გეხმარება პროფესიულად და ეს პროფესია როგორ გეხმარება დედობაში აი ამ ორის კავშირზე ვისაუბრებ. დედა რომ ვარ ეს ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ ყველა ბავშვი მიღებული მყავს, არ ვიცი, ყოველთვის მიყვარდა ბავშვები, ბავშვობიდან რაღაცნაირად ჩემზე უმცროს პატარებზე ყოველთვის ვიწევდი რომ მოვფერებოდი, ამეყვანა, მაგრამ რაც დედა გავხდი, აბსოლუტური მიმღებლობა ყველა ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების. და ძალიან მომწონს მათთან ურთიერთობა. თუმცა არ ვამბობ რომ არ ვიღლები, ხანდახან სახში რომ მიდივარ, ჩემს შვილებს ვუუნები ხოლმე რომ 1 საათი გვაქვს სიწყნარის საათი, იმიტომ რომ ბუნებრივია სამსახურია, რაც არ უნდა იყოს და თავისი სტრესი ახლავს ის თუნდაც ის რომ ამდენ პასუხისმგებლობა არიან, ჩვეულებრივი პიროვნებებთან ხო, თუნდაც იმით რომ ამდენი რატომ და მე რა ამ კითხვებისგან იღლებს. სახში როცა მოვდივარ, ბავშვებმა იციან რომ დედა სამსახურიდან დაღლილი მოვიდა და ცოტა ხანი არ უნდა შეაწუხონ. მაგრამ ბაღიც ბავშვებთან დამეხმარა ურთიერთობაში, იმიტომ რომ აი მართლა ამოხსენ რომ ჩემ ბავშვები კი არ არიან განსაკუთრებულები, ან განსაკუთრებულად ნიჭიერები, ან განსაკუთრებულად საყვარლები, ყველა ბავშვი ეგეთი. ან განსაკუთრებულად პრობლემურები. ხო, ან განსაკუთრებულად ზედმეტ ჩემები კი არ ჭირვეულობენ და მიყიდე, იმიტომ რომ ბავშვი როცა ჩემი უმცროსი შვილიც დამყავდა, რაღაცაზე ინსტინქტურად უთხარი რაღაც მოუნდა და გიყიდი თქო და მთელი ჯგუფი შემოbrunდა მე და ეგონაც რომ ანუ მე თუ თომკასთვის ყიდლობ აბსოლუტურად მე მართლა მომიწია რაღაცა 14 ტყლარწის ყიდვა. იმიტომ რომ წამომცდა ის რაც არ უნდა წამომცდა და ხო, ის ვარი არ არის ხო. აი, კითხვა მექნებოდა ესე თქვენ წეგან ახსენეთ, რომ გარკვეულწილად ბავშვის მოთხოვნაზე ხართ დამოკიდებული. აი, თქვენ გაქვთ როგორც სკოლის გამოცდილება, ასევე ბაღში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საინტერესო არის ეს მოთხოვნები, თუ არის დღეს შეცვლილი და აი ზოგადად აი ამ ახალ თაობას როგორ შეაფასებდით მათ მოთხოვნებს ზოგადად და აი როგორც ქცევის, ასევე ურთიერთობის ნაწილს თანატოლებში. იცით, სკოლაში მუშაობის სპეციფიკა ძალიან განსხვავდება ბაღში მუშაობა. აი ფაქტობრივად ორი სხვადასხვა სფეროა. თუმცა ბაღი ალბათ გარკვეულწილად არის, რა ქვია. არის შემცირება, მაგრამ მაინც სხვადასხვა სფეროა. მე თან როცა ბაღში, აი ბაღში ისიც მაქვს გააზრებული, რომ შეიძლება ძალიან დრამატულად ჟღერდეს, მაგრამ მე 12 წელი კიდე სკოლაშიც ეყოფათ. ხო. მე კიდე უნივერსიტეტი, მე კიდე სამსახური. თელი ცხოვრება არის სწავლები, როცა ბავშვი უნდა იყოს ყველაზე ლაღად, ყველაზე უდარდელად, არ ვიცი, სულ კარგ ხასიათზე, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგმა უთხრა, რომ სულ კარგ ხასიათზე არ თქვა, იმიტომ რომ არაა ნორმალური, ხანდახან მოწყენის საშუალებაც მიეცით, ხო? მაინც მგონია, რომ აი რაღაცნაირი ისეთი წლებია, ეს 6 წლამდე ასაკის, რომ თან ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მე როგორც ცხოვრებაზე. სკოლაში რაღაცნაირად მომზადებულებიც ვიდიან ბავშვებებს, რომ რაღაცა ზღვარია. აი მერხი, სკამი, დასვენებაზე სელცელქობა, მე ისე უნდა დაბრუნდე. ყოველ შემთხვევაში სხვა დისციპლინა სულ ასე გაგრძელდა. ისე დისციპლინის კუთხით მაინც არის ხომ რაღაცა წესები. მასწავლებელსაც იცით, მე არ გამიგია ხარ რომ მშობელი მასწავლებლს თხოვდეს რომ იცით რა მაგალითად ჩემ შვილს ამ პატარა თომას ყოველ 5 წუთში ჩახუტება ჭირდება. ან მასწავლებელს ფიზიკურად არ აქვს ხო სკოლის მასწავლებელს ახლა გაკვეთილი სახნის დროს ყოველ 5 წუთში თითო-თით ჩვენ გვაქვს ამის პექუნება. ჩვენ გვაქვს მოვისმინოთ 100 ჯერ ერთი და იგივე ისტორია და 100 ჯერ ერთი და იგივე რად გავუწდეთ მაგალითად ხო, აი აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროა და შედარება შესაბამისად აი ვერ ვიტყვი რომ მაგალითად მე იქაც და იქაც ძალიან მეკომფორტულებოდა სკოლაშიც და ბაღშიც და სიამოვნებით ეხაც გავაგრძელებდი სკოლაში. იმიტომ რომ ყველა ასაკში მომწონს ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ აი ჩემი აზრით აპრიორი ის რომ ბაღში კარგი მასწავლებელია, სკოლაში კარგი მასწავლებელი ვერ იქნება და პირიქით, იმიტომ რომ მართლა ძალიან სხვადასხვანაირ უნარზე გადის. დიდი მადლობა თაკო რომ იყავით ჩვენი სტუმარი. გვიხარია რომ უკეთესობისკენ არის ტენდენცია ბაღების საგანმანათლებლო მეთოდიკის მიმართულებით. თაკო მასალკინს მასპინძლობდით. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. მადლობა.
მარტის პირველი კვირა ჩვენს ეთერში სრულიად ეთმობა ქალბატონებს. ჩვენი სტუმარია პოეტი ბელა ქებურია, რომელსაც მოვიხმობ ახლა ღია ეთერში. მოგძანდით ქალბატონო ბელა, გილოცავთ ყველა დღესასწაულს. ალთა დღეს, თქვენს დედიკოებსაც ულოცავთ. ჩურჩული გალაქტიკიდან, ხო, ესე ქვია კრებულს, რომელიც ჩვენს ეთერში წარსდგება მაყურებლის წინაშე. მოდით მოგვიყევით ამ წიგნის შესახებ, სანამ კონკრეტულ შეკითხვებზე გადავალთ. რამდენი ლექსია აქვს შესული, რომელია თქვენი საყვარელი ლექსები, ხო? ამაზეც ვისაუბროთ და საყვარელი რა გითხრათ, ყველა საყვარელია. ეს ვიცი, მაგრამ აი ყველაზე მეტად ხო უყვართ ხო კონკრეტული აი რომელი აღწერს თქვენს სამყაროს არა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სამშობლოზე ლექსებია. მე უკვე ფსიქოლოგიურ რაღაც ისეთი ფილოსოფიური, მე კიდე პირადი ჩვენ ინტიმურს ვეძახით ისეთი ესე ყველას მისი დრო, მისი ჟამი, დაბადების მისი ის აქვს, როგორც შვილის დაბადებას, ისაც მის. ეს მრავალფეროვანია და მრავალწახნაგოვანი, როგორც მივხვდით თქვენი წიგნი. აი საინტერესოა საერთო ჯამში რა არის ის მთავარი სათქმელი, რომელსაც წიგნი ამბობს და რას მოუყარეთ თავი, რაც ალბათ მაყურებლისთვის და მკითხველისთვის იქნება საინტერესო. აი ერთ კუპლეტიან ლექსს წავიკითხავთ და გადავიდეთ. საოცარი ღამეა, ასე ქვია ამ ლექსს, საოცარი ღამეა, შორს ვარსკვლავი ციმციმებს, სულს მოაკლდა წუხილი, სხეულს ხორცის სიმძიმე, მარადიულ შორეთის არ მაშინებს იცივე. შეგვიძლია წარმოდგენა შევიფნათ ქალბატონ ბელაზე. ახლა რა ხდება? აი ზუსტად ჩურჩული გალაქტიკიდან. აი მარადიულ შორეთის არ მაშინებს იცივე. ნუ ახლა ამ წიგნზე მინდა ვისაუბრო 65 წლის საიუბილეოდ გამოიცა ეს წიგნი, ნუ მე ასაკს ვასახელებ და ეს არასოდეს არ მიქმნის დისკომფორტს. დისკომფორტი პირიქით რას ლაპარაკობ, ძალიან მადლობას უხდი უფალს, რომ მაქვს ამის დასახელების უფლება. ეს წიგნი არის ძალიან განსხვავებული წიგნი. არის 12 ენაზე შესული ჩემი ლექსები, 12 ენაზე. ქართულის ჩათვლით, ნუ რა ვიცი, ევროპული ენებიდან ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, მერე ბერძნული, არა რამე არ გამომრჩეს. მოდი, თუ წავიკითხოთ, ისე ვნახოთ. ვინ არის თქვენი თარჯიმანი? აზერბაიჯანში გამოიცა კიდე და მოუკიდებლად წიგნი იქ მქონდა პრეზენტაცია იმ წიგნისაც მიწვეული ვიყავი. სახელმწიფო საგამომცემლო ცენტრმა თარგმნა, გამოსცა და ოფიციალურად მიმიწვია და აი რო გითხრა თვითმფრინავის ტრაპზე ისე ავედი და ისე ჩამოვედი, რომ ერთი თეთრიც არ დამეხარჯა. აი ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, როცა ითარგმნება ნამუშევარი. ხშირად რაღაცები იკარგება ხოლმე თარგმანის დროს. ზოგჯერ პირიქით იმასაც კი ამბობენ, რომ ჯობია ორიგინალს, ხო? ხო, ზოგჯერ ესეც ხდება, რომ თარგმნელო თანაავტორიაო რაღაც მომენტშიო, იმიტომ რომ უფლებას აძლევს თავს, რომ იქ რაღაცები თავისი სპეციფიკით შეცვალოს, ფორმირება მოახდინოს. თქვენ თუ გაეცარით თავად ნათარგმნს და რა დაიკარგა, ან რა შეემატა, რამდენ კმაყოფილი ხართ თქვენი გამოცდილებით? ახლა მე გეტყვით გულწრფელად, ახლა ამდენი ენა კი არა, ნუ ალბათ, ნუ ვიცი რუსული და ინგლისური რომ ვისმენ, მაგრამ საუბარი მართლა მიჭერს, მაგრამ რას ვაკეთებ, რომ გავიგო რას წარმოადგენს თარგმანი. ვაკითხებ სპეციალისტებს, ვინც სამ ენას ფლობენ და ვისაც აქვს იმის უნარი შეადაროს ორიგინალი და შეადაროს თარგმანი, ხო? აი, როცა მეტყვიან, რომ ეს ბელა ძალიან ახლოსაა და აი მე მაგარია და ჟუანტელმა დამიარა, ну, რა თქმა უნდა, ძირითადად ქართველებს სპეციალისტებს და საბედნიეროდ ყავს. ძალიან ჭკვიანი, ძალიან იჭერე, ძალიან გონიერი ადამიანები და მე კიდევ ვიცით რა, ვინც თარგმნის იმას თუ პოეტური სული არ აქვს და თვითონ არ აქვს მოსინჯული კალამი პოეზიაში ეს ლექს ვერ თარგმნის და თუ თარგმნეს შეიძლება ვერლიბრი თარგმნოს, ჩვენ თეთრ ლექსსაც ვუწოდეთ, ვერლიბრი თარგმნოს და თარგმნოს ახლა ეგრეთ წოდებული რაღაც პატარა მოკლე ლექსი შეიძლება თარგმნოს, რომელშიც მინიატურულად გამოხატავს იმას, რაც უდევს პოეტს. კი, ან თავად როგორც აღიქვა, ესეც იმიტომ ვამბობ, რომ თანაავტორი
ისტორიით არის საკუთარ აზრშიც და ინტელექტშიც ატარებს, რა თქმა უნდა, მაგრამ დედანს ძირითადად თუ დასილდა უკვე ის ჩემი აღარაა გესმი, რა ხდება? აი, ამიტომ უფრო ვაფასებ ხოლმე, რაც არის ჩემს ტექსტის სული. მიახლოებულზე მეტი უნდა იყოს. არა, ნდობის მიახლოებული ფაქტორიც მეტი გაქვს ამ შემთხვევაში. ნდობის ფაქტორი მაქვს გამოხმაურებებით იმ ადამიანებს. აი მაგალითად ჩემი აზერბაიჯანულ ენაზე წიგნი ვინც თარგმნა, სახელმწიფო პრემია აქვს მიღებული, ვეფხისტყაოსანი თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე და ახლა ვეფხისტყაოსანს რო თარგმნის იმას ბელაქებურიას ლექსების თარგმნა, რატო უნდა გაუჭირდეს? უდიდესი პასუხისმგებლობა უღია ამ ადამიანს საკუთარ თავზე ვეფხისტყაოსანი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ვინც იცის ეს ენა, იმერ მემედლის თარგმანი ვეფხისტყაოსანი აზერბაიჯანულად, ჩვენ ხო გვყავს ქართული ისეთი ქართველი, ვინც იცის ეს აზერბაიჯანულად, აი ქართულადაც როგორი მრავალშრიანი ნამუშევარია და რაღაც რამდენიმე ფრაზა შეება თავიდან ბოლომდეც ორაზროვნად აღიქმება და ზოგი ამას ხედავს და ზოგი იმას ეს კიდევ თარგმნო ეს არის დიდოსტატური არსი რომ შენ მოგცეს იმას მისი. მე ვფიქრობ რომ ჩემს ლექსებშიც ასეა, იცით, რა განწყობაზეც ხარ იმ წუთას საკითხვის მომენტში, საქმეც იმაშია რომ იმას გაძლევს, გესმის? თუ მსუბუქ განწყობაზე ხარ, მსუბუქად გადადიხარ და მიდიხარ ნაკადულივით მინარნარებს ან სიოსავით მოდის, მაგრამ თუ ცუდ ხასიათზე ხარ და შენ ის ლექსი შეხვდა, უკვე შენს გაძლევს, გცლის, იმ ძარღვებში გაედინება და აი მოდი ვთქვათ და ყველაფერი მავნე აი შლანკებს რო უწოდებთ გააქვს. მაგიური ძალა რაღაცნაირად თითქოს ეს ლექსის შემთხვევით არ გვხდება ხომ, როდესაც კონკრეტულ განწყობაზე ხარ. მე გულწრფელად გითხრათ, მე ყოველთვის ვერ ვწერ. დიახ. ჩემთან უნდა მოვიდეს ლექსი. ხომ არის რომ მე ბევრისგან გამიგონია რომ მე დავჭდები მაგიდასთან და შთაგონებას დუელში ვიწევ. დუელში თავად გიწევ შთაგონება, როცა მას მოუნდება. ჩემს ჭუას აი მინდომებია, მაგრამ მიწღვნითი კი დამიწერია. აი ყველაზე უცნაურ ადგილას სად დაგიწერიათ ლექსი, როდესაც მოვიდა, რასაც თქვენ ამბობთ. ყველაზე უცნაურ ადგილას დამიწერია, სად ვიყავი და კოხტაგორის თავზე. ჩვენიერი ადგილი. და დელტაპლანით მინდოდა გამოფრენა და ამინდი გაფუჭდა და უცდიდით ამინდის გამოსვლას. რომელი ლექსია ეს შეიძლება? ეს იყო რაღაც ფიფკზე იყო, ფიფკმა მოვდიოდით სიდან. რაღაც თქვენთვის ბევრი რამის თქმა. არის კრებულში შესული. მგონი კი არის. ძალიან კარგი. ზეპირად არ მაქვს, მაგრამ რასაც უყურებ დედამიწაზე უკვე აღარ ყოფნა აღარ მინდა, უკან დაბრუნება მინდა ამბობს, იმიტომ რომ გული გამიიტყდა რომ ვერ გადავფრინდი და აუხთენელ ოცნება დამრჩა დელტაპლანით კოხტაგონიდან გამოფრენა და აი ფიფკიც გაბრაზდა ჩემს სავითე და რადგან მე ვერ შევისწრული გულის წადილი აღარ მინდა უკან დაბრუნება მინდა. ეს საკმაოდ მძაფრი ემოციაა და ეს მძაფრი ემოციები გჭირდება თქო. მე მჭირდება, მე ადრენალინი მჭირდება. მე ვარ საერთოდ ძალიან ისეთი შეიძლება ჩანვარ ცოტა ისეთი ფაქისი, მაგრამ ადრენალინი და საერთოდ მიყვარს. შენიერი. კაბატონების გამოვლენა. იცით რა მაინტერესებს? აი, როდესაც წარმატებულია პოეტი და თქვენ საკმაოდ პოპულარული პოეტი ხართ ჩვენს ქალაქში და არაერთი ჯილდოს მფლობელი და რამდენიმე დღის წინ მასპინძლობდით კიდეც რა ქართული ბრენდია მიმართულებით აიღეთ ჯილდო. ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ხომ, პოეტისთვის და რაღაცნაირად მოთხოვნა იზრდება და მოლოდინი იზრდება საზოგადოებისგან, რომ აი როდის დაიწერება ახალი ლექსი, როდის შეგთავაზებს ქალბატონი ბელა ახალ ნამუშევარს და ეს არის თუ არა ერთგვარი წნეხი, იმიტომ ხშირად ვფიქრობ, იგივე კინემატოგრაფის წესია და სხვა ხელოვნების დარგში, რაც უფრო წარმატებულია და აი მაგნუმ ოპუსი შექმნა ადამიანმა. შემდგომ აი საკუთარ თავს უნდა აჯობოს და ეს არის კიდე ცალკე ბრძოლა საკუთარ თავთან. აი მოგვიყევით აბა. ახლა მე გეტყვით, მე უკვე იმ ასაკში აღარა ვარ, რომ საკუთარ თავთან ბრძოლა მიწერდეს. იმიტომ რომ ცხოვრების საკმაოდ როცა 6 ათეულ წელზე მეც გაივლი, შენ უკვე ბევრ რაღაცას ალაგებ მის ადგილზე და პრიორიტეტებს საწალაგებ რა, რაც უფრო სტრატეგიულისკენ გაქვს უფრო, იმიტომ რომ აღარ გაქვს პატარ-პატარა რაღაცებზე დახარჯვის დრო. მე ხა ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. აქედან გამომდინარე, ანუ აღარ დარდობთ იმაზე, რომ შეიძლება საზოგადოებას მედიკალური არ დარდობზე არ არის. ნახეთ ახლა როგორ ხდება, დარდობ მაშინ, როდესაც თამაშობ. აი არ გამოჩნდეს სხვა კუთხიდან
რაღაცა ვიღაცამ მე ვარ ის რაც ვარ. ცხოვრებაშიც, სახშიც ხანდახან გაბრაზებულიც, მაგრამ ყველგან ვარ ის ბელაქებურია რაც ვარ. აი მე მიყვარს ერთი პატარა რაღაცა, აი აღონდა არ გაგეცინოთ, როცა ძალიან ცუდი ამინდია, ჩემს სახლის ფანჯარასთან მივალ და მესამე სართულის აივნიდან უყურებ იმ პერიმეტრზე მოძრავ ადამიანებს. ეს არის ერთგვარი როგორ გითხრათ, ჩემი კინოკამერა, გონებისმიერი და ვუყურებ ადამიანებს. აი ყველა რომელსაც ქუჩაში არავინ არ ხვდება, არ გონია რომ ვინმე უყურებს, ვინ როგორ იქცევა. აი ეს არის ერთი დიდი როგორ გითხრათ, პატარა დოკუმენტური დაკვირვება. დიდი ემოციების მომტანი პატარა დოკუმენტური ფილმი. იმ ადამიანს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მე მოიხედოს და ადამიანს ვერ დაინახავს. მე ჩემი სახლის კარის სიმიდან უყურებ, ფანჯრიდან, მინიდან უყურებ და მიდის. იმდენი სასაცილო მომენტი მინახავს, რომ იცით ადამიანს შეგიძლია პაწაწუნა რაღაც ცითაც გახარება და თუ ეს უნარი არ დაგიკარგავს, ჩათვალე რომ ასაკის არ შეგეშინდება, იმიტომ მე შიგნიდან ისევ ბავშვი ვარ და წნეხს რაც შეეხება, ერთადერთი რამის წნეხი მაქვს. ამას გულწრფელად ვამბობ, იმის მიუხედავად რომ თქვენ ჩამოთვალეთ ეს პრემიები და რაღაცები არაერთი და არაერთ ენაზე და ძალიან ბევრი, აი აგერ ახლა რომანსადაც აჟღერდა ჩემი ტექსტი და იტალიაში შესრულდა, ეს იყო ფანტასტიკური განცდა და შეგრძნება, მაგრამ ეს სიხარულია, რომელიც მე მჭირდება იმისთვის, რომ ძარღვებში სისხლი ცოტა ამიჩქაროს და ცოტა მიუბრუნდე და გავაკეთო. აი ახლა მაგალითად 2 მარტს ჩემმა ორმა ნახატმა მიიღო გამოფენაზე მონაწილეობა და ძალით მაიძულეს მე ხატავთ კიდეც ესე იგი. ხატავ თექაზეც მუშაობ. როდესაც ამოვწურავ რაღაცას და ინსპირაციის წყაროს ვერ ვხედავ და ირგვლივ სამწუხაროდ ადამიანები იმდანად გუნავენ ხანდიხან რომ მე მჭირდება, მე ემოცია მჭირდება, მე ადრენალინი მჭირდება და მეგობრებმა და მაიძულეს და ბატონო გორონ ფუტკარაძემაც მადლობას უხდი და ჩემს მეგობარს მანანა გეცეს რომ ძალით გამატანინეს 2 ნახატი და იმისთან ემოცია დატოვა რომ მითხრეს ბელა აი გაიძულებთ აწირო გამოიტანო. ქალბატონო ბელა, საინტერესოა რა არის პოეტების სათქმელი თანამედროვე